რუსეთში პროკურორებმა სასამართლოს 4 ჟურნალისტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით მიმართეს. ჟურნალისტები ანტიკორუფციულ ჯგუფში მუშაობდნენ, რომელიც გარდაცვლილმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დააარსა. 2021 წელს კი ფონდი ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოცხადდა და რუსეთში მისი საქმიანობა აიკრძალა. კრემლის კრიტიკოსების განცხადებით ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან სწორედ ალექსეი ნავალნი იყო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე ოპოზიციონერი და ის რუსეთში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ძლიერ კამპანიას აწარმოებდა. ალექსეი ნავალნი 2021 წელს რამდენიმე ბრალდებით დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ექსტრემისტული დაჯგუფების მართვა. 2024 წლის თებერვალში ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა, სადაც ის 19 წლიან სასჯელს იხდიდა. ჟურნალისტებს ანტონია ფავორსკაიას, არტიომ კრიგერს, სერგეი კარელინსა და კონსტანტინ გაბოვს, რომლებიც გასულ წელს დააკავეს, პროკურატურა ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობას ედავება. ჟურნალისტები დამოუკიდებელ და საერთაშორისო მედია საშუალებებთან თანამშრომლობდნენ და რუსეთში მიმდინარე პროტესტებსა და პოლიტიკურ სასამართლო პროცესებს აშუქებდნენ. მოსკოვის ნაგატინსკის რაიონულ სასამართლოში დასკვნითი სიტყვის თქმისას პროკურორებმა სასამართლოს ჟურნალისტების 5 წლითა და 11 თვით დაკავება სთხოვეს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. დახურული სასამართლო გაუმჭირვალი პროცესები, კრიტიკოსების შევიწროება, რუსული ხელისუფლების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი კიდევ უფრო ცხადად მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინის მთავრობა ავიწროებს ოპოზიციონ პოლიტიკოსებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებენ. 2022 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებამ ასობით ადამიანი დააპატიმრა, ხოლო დევნის თავიდან აცილების მიზნით 1000-ობით მოქალაქე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.